წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაეწყო. პროექტი რამდენიმე ეტაპიანია და მის დასრულებამდე დინამოდან დიდუბის ხიდამდე მარცხენა მხარე მთლიანად ჩაიკეტა. დღის პირველი საათი, წერეთლის გამზირი. კადრებშიც ჩანს, რომ დღის ამ მონაკვეთში ტერიტორიაზე ავტომანქანები მცირე შეფერხებებით, თუმცა მაინც თავისუფლად გადაადგილდებიან. რეაბილიტაციის პროექტმა საგზაო მოძრაობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და შესაძლოა ამ გამზირზე სამუშაოებმა დროებით ქალაქის მასშტაბით საცობების კერებით შექმნას. ახალ გამოწვევას წერეთლის გამზირის მცხოვრებლები ასე ხვდებიან. რა თქმა უნდა დისკომფორტი იქნება. ღირს იმათ რომ გადავიტანო და მოვითმინოს და შემდეგ იქნება ყველაფერი კომფორტული. აი ესა რო გაჭიანურდება ხოლმე ეს კეთების ისა ესა თორე ვინ უნდა იყოს წინააღმდეგი. ვიდრე რეაბილიტაცია არ დასრულდება, ტერიტორიაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს მოქალაქეების ინფორმირებისთვის მერიამ სატრანსპორტო გადაადგილების სქემა შეიმუშავა. საგურამოს არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩებიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. არჩილ კერესელიძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რაჟდენ გვენეტაძის ქუჩით ან რაფაელ აგლაძისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების გამოყენებით. აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. წერეთლის გამზირის ერთი ნაწილი 3 თვით ჩაიკეტა, სწორედ ამ ნაწილში დაიწყო სამუშაოების პირველი ეტაპი. დინამო სტადიონიდან დიდუბის ხიდის მიმართულებით მარჯვენა მხარე კი საავტომობილო მოძრაობისთვის ორმხრივი გახდა. პარალელურად ინფრასტრუქტურული სამუშაო utardeba დიდუბის ხიდსა და მიმდებარე ტერიტორიას. კატასტროფულ მდგომარეობაში იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. ფაქტურად არ არსებობდა არც წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღრო ქსელები წვიმის დროს იტბორებოდა, აქაურებოდა, ამიტომ უმნიშვნელოვანესი იყო წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. პროექტი გამზირის სრულ განახლებას ითვალისწინებს. დაგეგმილია გარეგანათების ახალი სისტემის დამონტაჟება, უსაფრთხოების კუნძულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სამოძრაო ზოლის მოწყობა და მთავარი, რაც მოსახლეობის უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი. გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით სრულად ჩანაცვლდება. უსაფრთხოების თემა შემოდის ქალაქის. მით უმეტეს ისეთ გამზირზე, როგორც არის წერეთლის არის ძალიან დიდი გამზირი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ეს, რომ არ მომხდარიყო ამ კომუნიკაციების გამო ამ მრავალსართულიანი და არა მარტო სახლების ჯდენა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიწის ზედა კაბელები, რაც არის საჰაერო კაბელები, ყველაფერი მიწის ქვეშ განთავსდება. რა თქმა უნდა, ახალი ასფალტის საფარი დაიგება, გამოყოფილი იქნება რეაბილიტაციის შემდეგ საავტობუსო ზოლები. მოპირკეთდება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შიშიმო პირებისთვის მთელი გამზირი. კომპანიას, რომელმაც პროექტზე პასუხისმგებლობა აიღო წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 2024 წლის იანვრისთვის, დიდუბის ხიდის კი მიმდინარე წლის ოქტომბერში მოუწევს. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია. ამ ეტაპზე გამზირზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. იგება ასფალტის საფარის ქვედაფენა. სამუშაოების გამო წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით 22 იანვრამდე მონაცვლეობით შეიზღუდება. შესაბამისად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. მას შემდეგ, რაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ორ კომპანიას მერიამ კონტრაქტი შეუწყვიტა, სამუშაოები 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მერიაში აცხადებენ, რომ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად დათქმულ ვადებში აღდგება. ასფალტის საფარი დაგებული არის სტანისლავსკიდან ერისთავის მიმართულებით 500 მეტრიანი მონაკვეთი ორი ფენა. დღეს იგება სტანისლავსკიდან გვეტაძის მიმართულებით 500 მეტრიანი მონაკვეთი. დიდუბის სტადიონის მონაკვეთზეც იგება ასფალტები და წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმებიდან უკვე მესამე დღეა, რაც მათი წარმომადგენლები და სპეცტექნიკა 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ერთადერთი მიზნის გამო, რომ დათქმულ ვადაში იანვრის ბოლოს სამუშაოების დასრულება და საავტომობილო მოძრაობის ორმხრივად აღდგენა მოხდეს. სამშენებლო კომპანია ჯეუ გრუპის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მოამბესთან საუბარში განმარტავს, რომ წერეთლის გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება გუში ღამით დაიწყო და ამ დრომდე აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა უშუალოდ საბალ ნაწილზე უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამ ეტაპზე საფუძვლის გამზადება მიმდინარეობს რიგ მონაკვეთებზე ქვედაფენა ასფალტების დასაგებად. გარკვეულ მონაკვეთებზე უკვე დაგებული არის ორი ფენა ასფალტები, ქვედაფენები უკვე მოეწყო. და პრაქტიკულად ვფიქრობთ, რომ სადღაც 4 დღეში მთლიანად ქვედაფენებში მოექცეს ობიექტი.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით შეიცვალა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზეც. სწორედ ამ მიზეზით დღეიდან 22 იანვრამდე ავტობუსები და მიკროავტობუსები შეცვლილი მარშრუტით ივლიან. ბუნებრივია, როდესაც ამ მასშტაბის სამუშაოებზე ვსაუბრობთ, გარკვეული შეზღუდვებთან გვაქვს საქმე. დღეიდან 2 დღის განმავლობაში გვექნება ცაბაძის ქუჩაზე და მიმდებარე მოედანზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეზღუდვა. სხვა ბუნებრივია, სხვანაირად შეუძლებელია ამ მასშტაბის სამუშაოების განხორციელება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით რეაბილიტაციის დასრულებამდე წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე უშუალოდ ასფალტის საფარის დაგების პროცესში საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიწყდება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე დასრულდება. ტროტუარებისა და ბორდიურების სრულად მოწესრიგებას კი შესაძლებელია კიდევ თვეზე მეტი დასჭირდეს. მათივე განმარტებით წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით სრულდება. ეხლა იგება, როგორც თქვით, ქვედაფენის ასფალტის საფარი, ამის შემდგომ მოხდება უკვე საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე გასწორება, ასევე ბორდიულების ჩამოსხმა და უკვე შემდგომი ფენა ასფალტების დაგება. ამით უკვე საგზაო მიმართულებით სამუშაოები დასრულდება. იანვრის ბოლოს უკვე ყველანაირი სამუშაოები საგზაო მიმართულებით დასრულებული იქნება და მოსახლეობასაც დისკომფორტი აღარ იქნება. აგერ კապჩიც ჩანს ახლა ერთ-ერთ მონაკვეთზე ეს არის ერისთავის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთი, სადაც ასფალტის საფარი იგება. 31 იანვარს როგორც თქვი დასრულდება საგზაო ნაწილი და დარჩენილი იქნება ტროტუარზე გარკვეულ მონაკვეთებში სამუშაოები, რომელიც შემდეგ გაგრძელდება და მარტის შუა რისხვებისთვის სრულად დასრულებული იქნება გამზირზე სამუშაოები. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 8 თვის წინ დაიწყო, თუმცა ორ კომპანიას, Millennium Builder Groups და RTD-ს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მერიამ კონტრაქტები ცოტა ხნის წინ გაუწყვიტა. ახლა პროექტს 4 ახალი კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. 31 მილიონი ლარის ღირებულების პროექტისთვის 14 მილიონი უკვე დახარჯულია. თბილისის მერიის ინფორმაციით დარჩენილი თანხა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის სრულად საკმარისია და დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება საჭირო არ არის.